85 წლიანი სარკე. 5 ივნისი. სხვადასხვა წლები. სხვადასხვა ისტორიები. ივნისისთვის პირველი 7 დღე ბოლო 85 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების მომტანი იყო. ამ კონკრეტულ დღეებში განვითარებული მოვლენები ასევე აჩვენებს თუ რამდენად დრამატულად შეიცვალა ებრაელი ხალხის მდგომარეობა ამ პერიოდში და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის დღეს. პირველი მნიშვნელოვანი თარიღია, რა თქმა უნდა, 1944 წლის 6 ივნისი, ანუ D-დღე. როდესაც მოკავშირე ძალებმა შტურმით აიღეს ნორმანდიის სანაპიროები და დაიწყო ოპერაცია Overlord-ი, მხოლოდ 2 დღით ადრე, 1944 წლის 4 ივნისს, რომი გათავისუფლდა ნაცისტური კონტროლისგან და საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომის მიმართულება იცვლებოდა. მაგრამ მაშინ, როცა მოკავშირეები სანაპიროებზე იბრძოდნენ, მილიონობით ებრაელი სრულიად დაუცველი რჩებოდა, ჰოლოკოსტის საბოლოო და ყველაზე სასტიკ ფაზაში გაჭედილი. კატასტროფა, რომელიც იყო წლების განმავლობაში ევროპაში ებრაელების სისტემური გაუკაციურებისა და დისკრედიტაციის შედეგი. და მიუხედავად იმისა, რომ დამარცხება თვალწინ ედგათ ნაცისტები უნგრელ კოლაბორაციონისტებთან ერთად, მაინც თავიანთ მიზანს არ გადაუხვიეს ებრაელების განადგურებას. 1944 წლის ივნისში ისინი 427,000 უნგრელი ებრაელის აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკში დეპორტაციის პროცესში იყვნენ. მათ დაარეგისტრირეს და დააფიქსირეს თითოეული ებრაელი კაცი, ქალი და ბავშვი, რომელსაც სიკვდილზე აგზავნიდნენ. ებრაელი ხალხის დაუცველობა იმ წლებში და ებრაული ცხოვრების განადგურების მცდელობა მხოლოდ ევროპაში ჰოლოკოსტით არ შემოიფარბლებოდა. ევროპისგან შორსაც კი ახლო აღმოსავლეთის გულში ებრაელები მტრებს უპირისპირდებოდნენ, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობდნენ. ებრაელებს არ ჰქონდათ სახელმწიფო, არმია და არანაირი დაცვის საშუალება. კიდევ ერთი თარიღი ივნისის დასაწყისში სასტიკად უსვამს ხაზს ამ საკითხს. 1941 წლის 1 და 2 ივნისს ბაღდადში ფარხუდი, ძალადობრივი პოგრომი, რომელმაც გაანადგურა ებრაული საზოგადოება, რომელიც იქ ერაყში 2500 წელზე მეტხანს ყვაოდა. 2 დღის განმავლობაში ებრაელები, რომლებიც ერაყის კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ, სრულიად დაუცველები აღმოჩნდნენ, როცა მუსლიმი ბრბოები ესმოდნენ სახლებს, ძარცვავდნენ ქონებას და კლავდნენ ებრაელ მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს ბაღდადის ქუჩებში. ეს ყველაფერი დასრულდა თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს შექმნით და ახლა გადავდივართ ამ კვირის შემდეგ თარიღზე, 1967 წლის 5 ივნისზე. ექვსდღიანი ომი იწყება და ეს ყველაფერი ყველაზე მეტად აღნიშნავს ცვლილებას. სულ რაღაც 22 წლის შემდეგ, სიკვდილის ბანაკების შემდეგ, ჩვენი განადგურების მცდელობის შემდეგ, 7 არაბული არმია მობილიზდა ერთი ღიად გამოცხადებული მიზნით. დაესრულებინათ ის, ნაცისტებმა დაიწყეს. გარდა იმისა, რომ ამჯერად ებრაელი ხალხი აღარ იყო გაფანტული, აღარ იყო უსახელო და აღარ იყო დაუცველი, ამჯერად ჩვენ გქონდა სახელმწიფო, გქონდა არმია. პირველად 2000 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვეძლო საკუთარი თავის დაცვა. და როცა ის არმიები მოახლოვდნენ, ისრაელი უბრალოდ არ დაელოდა გაჟლეტას. ჩვენ ვიბრძოლეთ და მოვიპოვეთ გადამწყვეტი, სრული გამარჯვება. მაგრამ ეს არ შეუშინებია ჩვენს მტრებს. 1991 წლის 7 ივნისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ამ კვირაში, როცა ისრაელმა ჩაატარა ოპერაცია ოპერა. ერაფი, იგივე ქვეყანა, სადაც ებრაელებს ფარხუდის დროს ნადირობდნენ სულ რაღაც 80 წლით ადრე, ეხლა ცდილობდა ბირთვული იარაღის შექმნას ოსირაკის რეაქტორში. ბომბი, რომელიც სპეციალურად იყო შექმნილი ისრაელის სრული განადგურების მუქარით. ისრაელი არ დაელოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ჩვენ ეს უკვე გამოვცადეთ, ჩვენ ეს უკვე გავიარეთ. ჩვენ თავად ავიღეთ პასუხისგებლობა ჩვენს გადარჩენაზე და თავადვე გავანადგურეთ საფრთხე. ეს იყო ბრწყინვალე პრევენციული თვითდაცვის აქტი, მაგრამ მსოფლიომ ვერ აიტანა, რომ ებრაელები კიდევ ერთხელ დაიცავდნენ საკუთარ თავს. გაეროს უშიშროების საბჭომ და გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააგმეს ისრაელი. დასავლური მედია აღშფოთდა. New York Times-მა ეს დარტყმა მიუტევებელ და წინ დაუხედავ ნაბიჯად შეაფასა. Los Angeles Times-მა კი ამას სახელმწიფო მხარდაჭერილი ტერორიზმი უწოდა. მოსმენილი ნაცნობია. საოცარია, როგორ ებრძვის მსოფლიო იმ აზრს, რომ ებრაელები არ სურთ დაუცველებად დარჩენა. და შემდეგ, 1 წლის შემდეგ, 1982 წლის 6 ივნისს, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია შლომო გალილი. მაშინ მე ვიყავი ერთ-ერთი ისრაელის თავდაცვის ძალების დესანტი, რომელიც ღამით გავცურეთ, სანამ ლიბანში დამურის მახლობლად, ავალის მდინარის სანაპიროზე გადმოვიდოდით, რათა დაგვეშალა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში ესმოდა თავს ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას ისრაელის ჩრდილოეთში. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ებრაელთა თვითგამორკვევის უარყოფას და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების ორგანიზებას. და მიუხედავად მრავალი წლის საერთაშორისო გარანტიებისა და ისრაელის მცდელობისა, ლიბანთან არსებული ვითარება მშვიდობიანად გადაეჭრა. როდესაც 5 ივნისს მივადექით, კვლავ აღმოჩნდით იქ მოქმედებაში. მაგრამ ეხლა ერი, რომელიც 7 ოქტომბრის მოვლენებმა დაღუპა, შოკშია იმის გამო, რომ ჩვენს მტრებს მშვიდობისა და კომპრომისის სურვილი არ ჰქონდათ. ის დათმობები, რაც მშვიდობის მისაღწევად გავაკეთეთ, ტერიტორიების დათმობა და ფიცხელი მტრის აღიარება,
ყველაფერი ეს ისევ ჩვენი განადგურების მცდელობისთვის იქნა გამოყენებული. ამჯერად პოგრომები, რაც ჩვენ სინაპრებს ევროპაში ან მუსლიმურ სამყაროში გადახდათ, სწორედ იმ სახელმწიფოში მოხდა, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ ეს აღარასოდეს განმეორებულიყო. სხვაობა ისაა, რომ ამჯერად აღარ გვიწევს ველოდოთ განმათავისუფლებლებს ან დამცველებს, რომლებიც საჭირო დროს არასდროს გამოჩენილან. ეხლა ჩვენ თვითონ ვირებთ ჩვენს უსაფრთხოებას ხელში და ვაშორებთ ჩვენ მიმართულ საფრთხეებს. ხაზს უსვამ საფრთხეებს. აქ აგრესორი ჩვენ არ ვართ. მტკიცებულება ყველას თვალწინაა, ვისაც მისი ნახვა სურს. ეს არის არაბული ქალაქი ალ-ფაჰმი, ისრაელის სახელმწიფოში. ისრაელელი არაბების დაახლოებით 154 ქალაქიდან და სოფლიდან ერთ-ერთი. სრულიად ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ თანასწორი უფლებებით. შემდეგ არის ტერიტორიები, რომლებიც შეთანხმებით პალესტინის ავტონომიას გადაეცა. ისინი ყვავის და ვითარდება, ზუსტად ისე როგორც ღაზა, სანამ არ ცდილობენ ჩვენზე თავდასხმას. და ზუსტად ისე როგორც იორდანიის სამეფო, რომელიც აქ ჩანს იერუსალიმის ცენტრიდან ნათელსაღამოს. ის ნატურები, რასაც ხედავთ, პალესტინის ავტონომიის არაბული სახლებია, ხოლო შორიდან მოციმციმე ნატურები იორდანიაა. ჩვენ ვაჩვენეთ, რა შესაძლებლობები გვაქვს ამ ბოლო 2 წელიწადიდან ნახევრის ომის განმავლობაში. სანამ ისინი პატივს გცემენ, პრობლემა არ იქნება. თუ ისრაელს გენოციდის ან კოლონიზაციის სურვილი ქონოდა, აქ არც ერთი იმ ქალაქიდან ან სოფელიდან, რაც აქ ნახეთ, აღარ დარჩებოდა. ჩვენ არ დავთმობდით იმ ტერიტორიებს, რომლებიც 1967 წლის 5 ივნისს ავიდეთ, ან იმ მიწებს, საიდანაც ლიბანში, ასებანში და ასევე ღაზაში გამოვედით. ეხლა იქ მხოლოდ ერთი მიზეზით დავბრუნდით. მომავლის აშენებისა და აქ ჩვენი არსებობის მირების ნიღების ნაცვლად. ტერმა გადაწყვიტა, რომ კარგი იდეა იქნებოდა ჩვენი მშვიდობის ჟესტების გამოყენება იმისათვის, რომ ეცადა ჩვენი განადგურება. ეს არ გამოუვიდათ. სანამ ისინი არ დაუშვებენ შეცდომას და არ დაგვემუქრებიან, ეს ნატურები, რომლებიც ამ სურათებში ნახეთ, გააგრძელებენ ნათებას. თუ ისინი გადაწყვეტენ ჰამასის ან ჰეზბოლას გზით წასვლას, იმავე გაკვეთილს ისწავლია. ისრაელთან დაპირისპირება ჭკვიანური იდეა არ არის. მალე უფრო დეტალურად შევეხები, სად დგას ისრაელი ამ წლის 5 ივნისს, მანამდე კი მინდა ვისაუბრო იმ საკითხებზე, რომლებიც ამჟამად ახალ ამბებშია, რათა მოგცეთ კონტექსტი და გაგაგებინოთ, სად ვიმყოფებით. ამ კვირის მთავარი ამბებია მოვლენები ლიბანში, ღაზაში და რა თქმა უნდა გავრცელებული დაძაბულობა ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის. ამით დავიწყებ, რომ ეს საკითხი დავასრულო. რამდენჯერ გსმენია ამ სავარაუდო დაძაბულობის შესახებ გასული წლის განმავლობაში? ყოველ ჯერზე, როცა სათაურებში ეს ამბავი ჩნდება. და შემდეგ ტრამპი ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს. და როგორც მაგალითად გასულ იანვარში, როცა გავიგეთ, რომ ტრამპი და ნეთანიაჰუ სინამდვილეში მედიით მანიპულირებდნენ, მედიას აშკარად აქვს ინტერესი, რომ ეს ამბავი გაავრცელოს. პირველ რიგში გამოიწვიოს ინტერესი და მიიპყროს ყურადღება. მაგრამ არის კიდევ ერთი ასპექტი. ისინი იმედოვნებენ, რომ დააზიანებენ ისრაელის რეპუტაციას და დააზიანებენ ნეთანიაჰუს პოლიტიკურად, განსაკუთრებით საარჩევნო წელს. მაგრამ ბევრად მეტი ხდება, ბევრად მეტი კულისებში. გალილეის ისრაელის პოლიტიკური კორესპონდენტი იაკო ბორდეგა იტყობინება, რომ მართლაც სერიოზული უთანხმოება იყო ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის მათ საუბარში. მაგრამ ეს არასდროს მისულა ბრაზამდე, ან იმ კომენტარებამდე, რაც ისრაელელმა ჟურნალისტმა ბარაკ რავიდმა ახსენა. და მინდა ამაზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო. დიახ, ტრამპმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ თქვა თითქოს ნეთანიაჰუ გიჟია. მაგრამ დიახ, მისი თვალით ნეთანიაჰუ გიჟია იმის გამო, რომ ომს აგრძელებს. მაგრამ ლიდერებს შორის ყოველთვის არსებობს დაძაბულობა. ისინი ორივე წარმოადგენენ განსხვავებულ ინტერესებს და სხვადასხვა ქვეყნებს. ტრამპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აჩვენოს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ მას ნეთანიაჰუ მართავს, რომ ის მაინც არის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი. ბარაკ რავიდი ამტკიცებს, რომ პირადად ესაუბრა ტრამპს და მიიღო ინფორმაცია საუბრის შესახებ. მაგრამ დაამატა, რომ მისი წყარო თეთრ სახლში იყო ის, ვინც მიაწოდა მას არასრული დეტალები იმ საკითხებზე, რაც ტრამპმა თითქოს თქვა. მე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდი მედიასთან, როგორც იერუსალიმში პრემიერ-მინისტრის ოფისის წევრი და სხვადასხვა პრემიერ-მინისტრებთან ერთად. ხანდახან მთხოვდნენ, რომ ყოფილიყავი წყარო, ანონიმური წყარო რაღაცისთვის, რაც სხვადასხვა მიზეზის გამო გვინდოდა გაგვეცნო. იყო ერთი კონკრეტული გამორჩეული ჟურნალისტი, რომელიც ყველა სიახლეს აშუქებდა. სრული უგუნური. ვიცოდით, რომ სასარგებლო იქნებოდა და შეგვეძლო ისე გვემოქმედა მასზე, როგორც გვინდოდა. იგივე ხდება აქაც, უბრალოდ საპირისპირო მიმართულებით. რაც შეეხება იმას, რაც ლიბანში ხდება, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ დროისთვის ისრაელმა გაანადგურა 10,000-ზე მეტი ჰეზბოლას ტერორისტი, მათ შორის 2,500 ლომის ომის დაწყების შემდეგ და 800 მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებულ ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა. შედარებისთვის, მთელი მეორე ლიბანის ომის განმავლობაში ისრაელმა მხოლოდ 700 ჰეზბოლას წევრი მოკლა. ჰეზბოლას ახლა ასევე ხავს 10,000-ობით დაჭრილი. ესენი არიან ბიპერის მსხვერპლი. ისრაელი აკონტროლებს 100-ობით კვადრატულ კილომეტრს. სისტემურად ანადგურებს სოფლებს, როგორც მიწის ზემოდან, ისე ქვემოდან. ამყარებს პოზიციებს და ამ კვირაში სამხრეთ ლიბანში სტრატეგიულად განლაგებული ბაფარის ციხეც კი აიღო.
რა თქმა უნდა, არიან საერთაშორისო საზოგადოებაში, საფრანგეთში და გაერთიანებულ ერებში ისეთი ადამიანები, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ უნდა დავიცვათ ცეცხლის შეწყვეტა. ეს უკვე გამოვიარეთ. 1978 წელს გაეროს რეზოლუცია 425 ქმნის UNIFIL-ს, რათა შეაჩეროს PLO. შედეგი. მარცხი. 2006 წელი გაეროს რეზოლუცია 1701 აპართოებს UNIFIL-ს, რათა განაიარაღოს და შეაჩეროს ჰეზბოლა. შედეგი. კიდევ ერთხელ მარცხი. ისტორიამ დაამტკიცა, რომ საერთაშორისო ქავალდის გარანტიები არაფერს ნიშნავს და ებრაელ ხალხს დაუცველ სტოვებს მათ წინაშე, ვისაც ჩვენი განადგურება სურს. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ისრაელი ვერ გარისკავს შეარტყიოს ის, რაც ვითარდება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურანის გამდიდრებასა და შესაძლოა ირანის რეჟიმის დაცემასთან დაკავშირებით. და ამიტომ პრემიერ-მინისტრი ჭკვიანურად იქცევა და თანამშრომლობს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. რაც შეეხება სიტუაციას ღაზაში, არხი 14-ის სამხედრო კორესპონდენტმა თამირ მორაგმა ამ კვირაში პოსტში ყველაზე კარგად შეაჯამა ეს. ის ამბობს, რომ შვიდად და კი, თუნდაც ნელა, ისრაელი უახლოეს კვირებში ღაზის სექტორის 70%-ის ჰამასისგან გაწმენდას დაასრულებს. არა ცარიელი მიწის ფართობები, არამედ ის ტერიტორიები, სადაც ომის დასაწყისში ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ღაზის დარჩენილ 30%-ში ჰამასი მხოლოდ სუსტი ჩრდილია იმისა, რაც ომის დასაწყისში იყო. მისი სამხედრო მეთაურები ერთის შემდეგ მეორეს ანადგურებენ და მას აღარ აქვს გამბედაობა, ან შესაძლოა ვეღარ შეძლოს, რომ ისრაელის მიმართულებით თუნდაც ერთი რაკეტა გაუშვოს. თუმცა ის ამბობს, რომ თავი არ უნდა მოიტყუოთ. ჰამასი კვლავ აკონტროლებს ღაზის სექტორის ცენტრს. ის აღიდგენს ძალებს და ემზადება კიდევ ერთი დაპირისპირებისთვის ისრაელთან. მან თქვა, რომ სამუშაო დასრულებული არ არის და მიზნები ჯერ კიდევ მიღწეული არ არის. ცეცხლის შეწყვეტის ჩარჯო ფაქტობრივად აღარ არსებობს. როგორც მოსალოდნელი იყო, ჰამასმა არ ჩააბარა იარავი, ხოლო ისრაელი სისტემატურად ითვისებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც შეთანხმებით ჰამასს ჰქონდა გამოყოფილი. ეს ახლა სტრატეგიაა და უნდა დასრულდეს იმით, რომ სექტორის 100% გათავისუფლდეს ჰამასის კიბოსგან. ასევე ამ კვირაში ღაზაში ისრაელის ელიტურმა სპეცდანაყოფმა ნილიმ, რომელიც მოსადის და შინბეთის ერთობლივი ჯგუფია და შეიქმნა იმისთვის, რომ იპოვოს და გაანადგუროს ყველა ჰამასის ტერორისტი, ვინც მონაწილეობდა ან დაგეგმა 7 ოქტომბრის მასობრივი თავდასხმა. მათ იპოვეს, ამოიცნეს და გაანადგურეს იუსეფ აიშ ავად რამჰანი, ჰამასის ტერორისტული ნუხბასელის მოადგილე მეთაური. რამჰანი მონაწილეობდა ორ ლევის, ალონ ახადის, ელი კოენის და გარდაცვლილი ჰერშ გოლდბერგ პოლინის გატაცებაში, რომელიც ჰამასმა ტყვეობაში ყოფნისას მოკლა. ამ დანაყოფმა დიდი წარმატება მოიპოვა მტკიცებულებების შეგროვებასა და 7 ოქტომბრის სისასტიკეების ჩამდენი პირების ამოცნობასა და ადგილმდებარეობის დადგენაში. და ეს არის ერთადერთი გზა, რომ მათთან განკლავდე. არ არის საჭირო მათი სასამართლოზე მიიყვანა და სიკვდილით დასჯა. მე წინააღმდეგი ვარ სიკვდილით დასჯის აქ, ისრაელში, რადგან ეს ტერორისტებს საერთაშორისო ვარსკვლავებად აქცევს და ევროპულ მთავრობებს მისცემს საშუალებას ჩვენს ხარჯზე თავი მართლება წარმოაჩინო. ეს იგივე ადამიანები იყვნენ, ვინც აიხმას იცავდა და ამბობდა, რომ არ უნდა დაგვესაჯა სიკვდილით. და გახსოვდეთ, თუ ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა ადამიანი, რომელიც სიკვდილით დასჯას ყველაზე მეტად იმსახურებდა, ეს იყო ადოლფ აიხმანი. ასე რომ ბრძოლის ველზე გაანეიტრალეთ ისინი, ჩუმად და სისტემატურად, გაგვეთავისუფლეთ მათი არსებობისგან და ნუ ჩამოიყვანთ მათ ისრაელში. ამასობაში აქ ისრაელში ბევრი ადამიანი ჩივის და ამბობს, რომ ჩვენ ბრუნდებით царსულის გარემოებებსა და შეცდომებთან. საკითხი ასეთია: უკან დახევამ და მტრის დაშოშმინების მცდელობამ, მხოლოდ თავდაცვაზე კონცენტრირებით, მხოლოდ გააძლიერა ისინი. მან გააძლიერა არა მხოლოდ მათი მიზანდასახულობა, არამედ მათი შესაძლებლობების განვითარებაც. რაოდენობრივად მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს გავანეიტრალებთ მათგან. ისინი რაოდენობრივად ბევრად ავემატებიან ჩვენ. მაგრამ მათ ასევე განავითარეს შესაძლებლობები, რომლებიც სტრატეგიულად გვემუქრება. მხოლოდ ბედმა არ მისცა მათ საშუალება, რომ ოქტომბრის მე-7-ს თავისი გეგმა განეხორციელებინათ. წლების განმავლობაში მათ ჰქონდათ ტაქტიკური შესაძლებლობები, სარაკეტო ცეცხლი, ტერორისტული თავდასხმები, ისეთი რამეები, რაც მხოლოდღიურ ცხოვრებას არ ვორს, როგორც არ უნდა იყოს ტრაგიკული, მაგრამ ჩვენი არსებობის საფუძველს არ ემუქრება. თვალის დახუჭვამ და მათი აგრესიისა და შეთანხმებების დარღვევის მოთმინებამ მხოლოდ გააძლიერა ისინი. ეხლა ომი ეხება სისტემატურ დემონტაჟს იმ საფრთხეების, რომლებიც ჩვენს არსებობას ემუქრება. საერთო ჯამში ამ ომში ღაზაში ისრაელმა აიღო 220 კვადრატული კილომეტრი. ლიბანში ისრაელმა ამ დროისთვის 600 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. სირიაში ისრაელი აკონტროლებს დაახლოებით 1000 კვადრატულ კილომეტრს. ოფიციალურად ნაკლებია, მაგრამ პრაქტიკაში მეტი. მეტი.
ჰამასმა ნაადრევად გადადგა ნაბიჯი და შედეგად ისრაელს მისცა გავლენის ტერიტორია, რომელიც თითქმის 10 ჯერ ავემატება წინა პერიოდს, რითაც ისრაელმა გაზარდა თავისი გეოგრაფიული და სტრატეგიული ძალა. დღევანდელი გადაცემა დავიწყე საუბრით იმაზე, თუ სად იდგნენ ისრაელი და ებრაელი ხალხი 5 ივნის წარსულ წლებში. დღეს მინდა დავასრულო იმაზე საუბრით, თუ სად დგას ისრაელი ამ 5 ივნისს. ისრაელის ვალუტა, ახალი ისრაელის შეკელი, ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვალუტა ამ მსოფლიოში. დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისტორიულ ნიშნულებზე ვაჭრობს და თითქმის 33 წლიან მაქსიმუმს უახლოვდება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის MCPM ყველა საერთაშორისო პროგნოზს გადააჭარბა და გასულ წელს შთამბეჭდავი 3.1%-ით გაიზარდა. ბრიტანულმა ჟურნალმა ეკონომისტმა ისრაელი განვითარებული ქვეყნების შორის მე-6 ყველაზე ძლიერ ეკონომიკად დაასახელა. გერმანიაზე, გაერთიანებულ სამეფოზე და შეერთებულ შტატებზეც კი წინ. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ისრაელი რამდენიმე ფრონტზე ომს აწარმოებს. როცა ჩვენ დეზინფორმაციის კამპანიების სამიზნე ვართ. როცა ვაწყდებით ბოიკოტებსა და დიპლომატიურ მფრულ დამოკიდებულებას, როგორც მუსლიმური სამყაროს სამყაროს დიდი ნაწილისგან, ასევე ევროპისგან. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ზომაც საშუალო არაბულ ან ევროპულ კანტონს უტოლდება და რომლის მოსახლეობაც ბევრ დიდ მსოფლიო ქალაქზე ნაკლებია. და მაინც, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა დასავლეთში. ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი შობადობა განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ერი დედამიწარი დედამიწაზე და პირველ ადგილზე ვიმყოფებით 25 წლამდე ასაკის ადამიანებს შორის. ასე რომ თქვენთვის, ვინც ჩვენ გვიძულებთ, თქვენ ვერ მოახერხეთ ჩვენი დამარცხება. ყველაფერი, რაც შემიძლია ვთქვა ესა, მოდით სცადეთ. გაგრძელეთ სიძულვილი, რადგან ჩვენ ამით ძლიერდებით. ისინი, ვინც ჩვენ გვიძულთ, ამას იმიტომ აკეთებთ, რომ უბედურები ხართ. უაზრო ცხოვრებით ცხოვრობთ. არ გაქვთ მიზანი და მიმართულება. ამიტომ თქვენ ქმნით მიზანს ებრაელების სიძულვილით. შურიანი და საცოდავი ხართ, გაუთვით ცნობიერებელი, უმიზნო, უშვილო, უაზრო, цаრიელი და ჩვენ გწევრით. ასევე სასაცილო ხართ, რადგან სრულიად ორიგინალურობას მოკლებულნი ხართ. რადგან ეს ყველაფერი უკვე ერთხელ მოხდა, იქაც ყოფილ ვართ. ესეც გაგვიკეთებია. არა მარტო სიძურვილი და ძალადობა, არამედ არსიც. ისინი, ვინც გწევლიან, ბოლოს გვაკურთხებენ. ისინი, ვინც გწევლიან, ბოლოს გვაძლიერებენ. პირდაპირ ბიბლიური ბალაკის ამბავიდანაა აღებული. შენ ბალაამის ვირივით ხარ. ხოლოდ ბალაამის ვირისგან განსხვავებით, თქვენ ვირების სიმართლეს ვერ ხედოთ. თქვენ ბალაამივით ხართ. ისიც დაქირავებული წინასწარმეტყველი იყო. თქვენან ბევრის მსგავსად მისი მომსახურება იყიდებოდა. მას ჰქონდა უნარები და ისინი დამანგრელად გამოიყენა, მაგრამ მას არ ჰქონდა ვალდებულებები, ერთგულება, ადამიანურობაში ფესვები არ ჰქონდა. ბალაამი დაიქირავეს, რომ დაგწეულოს, მაგრამ ბოლოს დაგლოცა. და ისე რომ იცოდეთ, არსებობს დამოუკიდებელი მტკიცებულება, რომ ბალაამი მართლაც არსებობდა. არქეოლოგიურმა აღმოჩენამ 1967 წელს იორდანეს მდინარესთან ახლოს გამოავლინა წარწერა, წარმართული ტაძრის კედელზე, რომელიც მერვე საუკუნით თარიღდება. ჩვენს წელთაღრიცხვამდე, სადაც მოხსენიებულია მისანი სახელად ბალაამ ბენ ბეორი, ძალიან მსგავსი ფორმულირებით, როგორც ბიბლიაში აღწერილი. და ყოველკვირეული ბიბლიური მონაკვეთი ბალაკის პარაშა. წაიკითხება ივნისის ბოლოს. დიახ, სწორად მიხვდით. სწორედ ამ თვეში. ამიტომ დავასრულებ მის სიტყვებით, რომლებიც ათასობით წლის წინათ ითქვა, მაგრამ ზუსტად აღწერს იმას, რასაც დღეს ისრაელში ვხედავთ. ის არ უყურებს ბოროტებას იაკობში და არ ხედავს უსამართლობას ისრაელში. მათი ღმერთი უფალი მათთანაა და მეფის შეძახილია მათ შორის. აჰა, ხალხი ლომივით აღდგება და ლომივით აიწევს. ის არ დაწვება, სანამ ნადალს არ შეჭამს და შემდეგ კურთხევა, რომელიც ჩვენს ისტორიაში მუდამ ისმოდა. რა მშვენიერია შენი კაროები იაკობ, შენი სამყოფელები ისრაელ. ისინი ხეობებივით იშლება, ბაღებივით მდინარის პირას. ის იკეცება, წვება ლომივით. ვინ გაბედავს მისი გაღვიძებას? კურთხეულნი არიან ისინი, ვინც შენ გლოცავენ და დაწკევლილნი ისინი, ვინც შენ გწევლიან. კურთხევა თქვენ ყველას, ვინც დღეს ისრაელს და ჩვენ შემოგვიერთდით. მე ვარ დანიელ სემანი. მადლობა, რომ უყურეთ პირდაპირ ეთერს JNS TV-დან, ებრაელი ხალხის მარადიული დედაქალაქიდან, იერუსალიმიდან, ისრაელიდან. მომავალ კვირას ისევ შეხვდებით.